გახსოვს 4 წლის წინ ანტიფრიზზე ფულის გადახდა რომ დაგენანა. გათბობა რომ აღარ გექნება მაგის გამო მალე, იცი? თუ დილას გადაატრიალე გათბობა და იქიდან ცივი ჰაერი გამოდის, დიდი ალბათობით რადიატორი გაჭედე უხარისხო ანტიფრიზის გამო. მაგრამ სანამ ხელოსანთან გავარდები, ჯერ ეს წადე იქნებ უფასოდ გამო. პირველ რიგში ნახე ეს შლანგები გადაკეცილი ხო არა, რადგანაც ძრავის ცხელი წყალი ამ ადგილებში სალონის რადიატორში უნდა შედიოს. და იქიდან ცხელ ჰაერს გიბერავდეს სახეში. მერე გათბობის ომკანი გადაამოწმე. გაჭედილი ხო არა, ეგ მამადაღლი. და თუ არც ეგ არის, მაშინ ანტიფრიზ გაუჭედავს შენი საცოდავი რადიატორი. და შიგნით ესეთი უბედურება. ამას კი შენით ვერ მოაგვარებ, ვარიანტი არაა და ამიტომ ჩვენ მოგვიყვანე. სპეციალური სითხით და აპარატით შესაბამისად გამოვრეცხავ. ეს სიამოვნება სირთულის მიხედვით დაგიждდება 50 ლარიდან ზევით. ან კიდევ თუ ამ საცობებში სიარულის დრო არ აქვს, დამატებით კიდევ 50 ლარი გაიმეთ. ჩვენ თვითონ წავიყვანთ, გაგიკეთებ და უკან გარანტიით გაკეთებულს დაგიბრუნებ. და ბოლოს დაიმახსოვრე, ანტიფრიზზე არასდროს დაგენანოს შენი მანქანისთვის ფული. ზუსტად ეგ ფუჭდება და ჭამს შეზრავს შიგნით. მაგრამ არ ინერვიულო, ამასაც შეგიცვლით და ყველაფერი კარგად იქნება. განატოტორსი, გამოგვიწერეთ, თორე დაგკარგავ.